მოგესალმებით, მეგობრებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, მადლობა თითოეული SMS-ისთვის, თბილი სიტყვებისთვის, უკავშირისთვის, იცით რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირად კონსულტაციებზე კი შეგიძლიათ პირადში მომწეროთ, მე კი ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნას გავითვალისწინებ და ეს გაშლა ეძღვნება იმ სიტუაციას, როდესაც არის ურთიერთობაში, უпростоრად ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ გაურკვეველი დარჩა ის მიზეზი, რის გამოც ურთიერთობა დასრულდა. მაშასე, ნახოთ, რატომ, რის გამო, ან ვის გამო დაასრულა ადამიანმა ეს კონკრეტული ურთიერთობა. ვინც ურთიერთობაში იმყოფებით, გთხოვთ, არ უყუროთ ამ კონკრეტულ გაშლას. მაშასე, თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია ვნახოთ გენატრებად, საკუთარ თავთან გაქვთ ჭიდილი, ხართ ემოციურად ძალიან ცუდად, ზოგიერთ თქვენგანს არასვენებს კოშმარები, ფიქრები, რამ გამოიწვია ეს ყოველივე და საკუთარ თავთან გაქვთ კონფლიქტი იმის გამო, რომ გენატრებად ისევ ეს ადამიანი და ბოლომდე ვერ მოახერხეთ მისი გაშვება, ისიც კი გაბრაზებთ, რატომ გაქვთ მონატრების გრძნობა ამ ადამიანის მიმართ, საკუთარ თავთან გაქვთ ძალიან დიდი წინააღმდეგობა და კონფლიქტი აი ამის გამო, გაქვთ უძილობა, რომელიც უკვე ნევროზში გადადის და მუდმივად თქვენს თავში ფიქრები ერთმანეთს ცვლის, რატომ ისმის ეს კითხვა თქვენს რეალობაში. მოდი ვნახოთ კონკრეტული ადამიანი, ვინც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ, როგორ გრძნობს თავს უთქვენოთ. ადამიანი რაღაცაზე გაბრაზებულია, ადამიანი რაღაცაზე ანერვიულებულია, ადამიანი ფიქრობს, რომ აი ეს, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდა, ბედის ირონია და ეს ადამიანი რაღაც ახალ გზებს გეგმავს, ახალ საწყის ეძებს, სიახლეების მოლოდინშია. თქვენს მიმართ რა ფიქრები აქვს ამ კონკრეტულ ადამიანს? მეგობრებო, ეს ადამიანი დისტანციაზეა თქვენთან და რაღაც მომენტში თავის სივრცეს კეტავს, ინარჩუნებს აი იმ ზღვარს და ფიქრობს, რომ რაღაც სიტუაციაში გამარჯვებულია და რაღაც უფრო თავის საქმეზეა ორიენტირებული. თქვენზე კი ნამდვილად ფიქრობს, მომენტალურად, როდესაც მოსდის თავში ფიქრი, რომ დაგკარგათ, არ უნდა აი ამ ყველაფრის გაშვება, მაგრამ რაღაც მომენტში ეს ადამიანი რაღაც სხვა საქმეზეა ორიენტირებული, შეიძლება ამ ადამიანს ოჯახიც ჰქონდეს სტაბილური. მოდი დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას და ვნახოთ, რა არის ის მიზეზი, რის გამოც ამ ადამიანმა დაასრულა ურთიერთობა, ან გავიდა ურთიერთობიდან ისე, რომ არც აგიხსნათ. იშვიათ შემთხვევაში ძალიან ბევრი მიყურებთ და ყველაზე არ იქნება ეს რეზონირებადი, მაგრამ აქ კონკრეტული
ადამიანებისთვის ეს არის სტაბილური ოჯახი და ამ ადამიანს აქვს ოჯახი. მოდი ვნახოთ. კიდევ. რა არის ის, რის გამოც ადამიანმა, ვის გამოც კი ცოლი ყავს მეგობრებო და შეიძლება შვილებიც, ოჯახი. თუ ამ ადამიანს არ ყავს ოჯახი, მაშინ და არ ყავს ცოლ-შვილი, მაშინ ამ ადამიანს ყავს ისეთი ოჯახის წევრები, დედა და მშობლები, რომლებიც თლათ მომხრე არ იყვნენ აი ამ თქვენი ურთიერთობის და სწორედ ეს გახლავთ აი ამ ყველაფრის მიზეზი. შეიძლება აქ ამ ადამიანს ეს ადამიანი არჩევანის წინაშე დააყენეს, რომ ან ეს ადამიანი, ანუ თქვენ, ან ოჯახი და აი ეს ოჯახური სტაბილურობა, თუნდაც ფინანსური კუთხით. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში აქ მაინც მგონია, რომ სტაბილური ოჯახია და ცოლ-შვილს გულისხმობ. კიდევ რა არის, ან ვინ არის მიზეზი? ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში ეს არის ადამიანის სამსახური და აი ამ ადამიანს პრობლემები გაუჩნდა სერიოზული სამსახურში, თავის საქმიანობაში და სწორედ ახლა მის პრიორიტეტს წარმოადგენს თავისი საქმიანობა, სადაც არც თუ ისე კარგად მისდის საქმე და ეს საქმე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ არის მიზეზი? ვინ არის მიზეზი თქვენი დაშორების? ადამიანი დაიღალა ბრძოლებით, მეგობრებო. თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები აქვს ოჯახთან მიმართებაში, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი შეეცვალა და აი ამ ხელა პასუხისმგებლობებს ცალკე თქვენთან და ცალკე ოჯახის წევრებთან ვეღარ ართმევდა თავს და სწორედ ამან გამოიწვია რღვევა თქვენს ურთიერთობაში, რადგან მას ასე თუ ისე აქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ოჯახთან და ჩაიკეტა ეს ადამიანი აი ამ თავის გრძნობებში. ვერ გეტყვით, რომ თქვენს მიმართ არ აქვს გრძნობები, მაგრამ მან არჩია თქვენთან მიმართებაში გაიქცეს პასუხისმგებლობას, რადგან რესურსი ნამდვილად ამოწურული აქვს ამ ეტაპზე ამ ადამიანს. ეს გახლავთ თქვენს მიერ მოწოდებულ გაშლაზე პასუხი და იმედია დამეკონტაქტებით, როგორ რეზონირდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე კი თითოეულ თქვენგანს ბედნიერებას გისურვებთ და მომავალ გაშლამდე დაგემშვიდობებით დროებით.